მე თუ მკითხავთ საოცარი და ძალიან მაგარი ამბავი მოხდა ვიქტორ ორბანი დამარცხდა. ამას ვერავინ იწინასწარმეტყველებდა 12-ში ხომ იყო მარჩენები, აი 11-ში მაგალითად ბევრი ოპტიმისტი გეტყოდათ რომ 50-50-ზეა შესაძლოა გაიმარჯვოს მცირედი უპირატესობით ორბანმა ან შესაძლოა გაიმარჯვოს მისმა ოპონენტმა მადიარი ოღონდ მცირედი უპირატესობით. მოკლედ არ ვიცით, უმრავლესობა მთელ მსოფლიოში ზუსტ პროგნოზს და მით უფრო ამგვარ პროგნოზს რომ პირწმინდად დამარცხდებოდა ვიქტორ ორბანი და მისი პარტია ვერ აკეთებდა. გამოხდა ხანი და უკვე გუშინ გვიან საღამოს თბილისის დროით გამოქვეყნდა პროპორციული და მაჟორიტარული არჩევნების შედეგები და ვიქტორ ორბანი, რომლისაგანაც ეს წარმოუდგენელი იყო ერთი დღით ადრე, რამდენიმე საათით ადრე, გამოვიდა და თქვა, რომ მე დავმარცხდიო. ეს არის ევროპული სტანდარტი. ხაზგასმით ვამბობ, ეს არის ევროპული სტანდარტი და ხაზგასმით ვამბობ განსაკუთრებით იმ პირებისათვის, რომლებსაც მე მონოლოგის ნაწილს დავუთმობ. მათზე ვისაუბრებ, არა პერსონიფიცირებულად, კი არ კონკრეტულ გვარსახელებს კი არ დაგისახელებთ, მაგრამ ამგვარ პირებზე ვისაუბრებ, ვინც ამბობს იმას, რომ არჩევნებს ყოველთვის აქვს აზრი, არჩევნებს აქვს ყოველთვის აზრი. ყოველთვის ან თითქმის ყოველთვის, მაგრამ ამაზე რამდენიმე წუთში. მანამდე კიდევ ერთხელ ვილაპარაკოთ იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანი იყო და არის ორბანის დამარცხება. პირველ ყოვლისა, ორბანის დამარცხება მნიშვნელოვანია უნგრელესებისათვის და უნგრეთისათვის. უნგრეთი ჩაკეტილი, ევროპული სტანდარტებით ჩაკეტილი. იზოლირებული, ევროპული სტანდარტებით იზოლირებული. განვითარების პერსპექტივის არ მქონე ევროპული სტანდარტებით განვითარების პერსპექტივის არ მქონე სახელმწიფოდ ყალიბდებოდა. ქვეყანად ყალიბდებოდა სწორედ ორბანის პირობებში. ერთხელ გავიგე, ორჯერ, სამჯერ, 7-ჯერ, 8-ჯერ და 23-ჯერ, მაგრამ 10-დან 10-ჯერ, 20-დან 20-ჯერ და 100-დან 100-ჯერ ბუდაპეშტი წინააღმდეგობას უწევდა ბრიუსელს. ბუდაპეშტი მიდიოდა ბრიუსელის და ცალკეული ევროპული სახელმწიფოს დედაქალაქების და მთავრობების წინააღმდეგ. ყველა საკითხში, არა მხოლოდ უკრაინის საკითხში. ორბანი იყო ტროას ცხენი. ამას რო ვამბობთ, ეს რაღაცა ხატოვნად ნათქვამი ორი სიტყვა კი არ არის ტროას ცხენი, ის მართლაც ტროას ცხენის როლს თამაშობდა შუაგულ ევროპაში. ამასთან რუსეთის სასარგებლო თამაშს თამაშობდა. რუსეთის პარტნიორი უფრო იყო მოსკოვისა ვიდრე ბრიუსელისა. აქედან გამომდინარე, უშუალოდ და საკუთრივ უნგრელებისათვის, ახალგაზრდებისათვის ან ნებისმიერი თაობის წარმომადგენლებისათვის უნგრეთში ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მათი ქვეყანა ჩამოყალიბებულიყო ან გარდაქმნილიყო ისეთ ქვეყანად, რომელიც უფრო პროევროპულია და არა პრორუსული დროთა განმავლობაში ასეთ ქვეყანად უნგრეთი გარდაიქმნება. ისევ და ისევ ასეთ ქვეყანად იქცევა. ბევრი მეტყვის, რომ ტრამპმა ხო დაუჭირა მხარიო. ეს არის ერთადერთი არა, მაგრამ ერთ-ერთი იმ საკითხთაგანი, რომელშიც თავისუფალი სამყაროს ნებისმიერ მოქალაქეს ნებისმიერი ქვეყნიდან აქვს სრული უფლება არ დაეთანხმოს პრეზიდენტ ტრამპს. ის ძლევამოსილი ლიდერია, კარგი ლიდერია ბევრის აზრით, სწორი ლიდერია კიდევ ბევრის აზრით, მაგრამ ყველაფერში მართალი ლიდერი სულაც არ არის. ჯეი დი ვენსის მხრიდან და ტრამპის მხრიდან ღია მხარდაჭერა ორბანისა არის პრინციპში მაინც ვაშინგტონის დეპუტაციისათვის მაზიანებელი. წესითა და რიგით ვაშინგტონის შეერთებულ შტატებს ერთი სულისკვეთების ევროპული სივრცე უნდა აწყობდეს და არა ისეთი ევროკავშირი, რომელიც ევროპულ ერთიანობაში, ისეთი ქვეყანა, რომელიც ევროპულ ერთიანობაში ბზარის შეიტანს, რომელსაც ბზარი შეაქვს. უნგრეთი ასეთი იყო სლოვაკეთთან ერთად. ხო, ბევრი მეტყვის რაღაც სლოვაკეთზე გადავკარი სიტყვა, ბევრი მეტყვის, რომ აი სლოვაკეთი ხო ასეთ ქვეყანად დარჩაო. ჯერ ერთი ასეთ ქვეყანად დარჩა ვაღიარებ, მაგრამ ფიცოსათვის ფრთამოტეხილი, ორბან მოტეხილი ფიცოსათვის კისრის მოგრეხვა ჩემი მოსაზრებით გაცილებით იოლი იქნება, ანუ ევროპულ სივრცეში, ევროპულ ერთიან სულისკვეთებაში მისი დაბრუნება გაცილებით იოლი იქნება. რაც შეეხება შეერთებულ შტატებს, მინდა დაგარწმუნოთ, ან გამოვთქვა მოსაზრება ამგვარი, რომ ვაშინგტონი
მადიარის მიულოცავს გამარჯვებას, როცა იქნება მაშინ უფრო ადრე, ვიდრე გვიან და მოსკოვზეც თქვათ ორი სიტყვა, კიევზეც თქვათ, უკრაინაზეც ორი სიტყვა, მოსკოვში ფრიად დამწუხრებულნი არიან, რომ დაკარგეს ასეთი პარტიული, ახლა ისინი ეცდებიან ურთიერთობის გადალაგებას ახალ ხელისუფლებასთან უნგრეთისა და მე ეჭვი მაქვს, რომ ბრიუსელი ამ შემთხვევაში უფრო მომხიბვლელ წინადადებებს გაუკეთებს უნგრეთს, მადიარის უნგრეთს, ვიდრე ამას გაუკეთებს, ამგვარ წინადადებებს გაუკეთებს მოსკოვი პუტინის თავკაცობით. რაც შეეხება კიევს, კიევისთვის საერთოდაც ძალიან კარგი ამბავი მოხდა. სხვა თუ არაფერი, ორბანი ბლოკავდა 90 მილიარდი ევროს უკრაინისთვის გამოყოფის საკითხს და 90 მილიარდი კი არა, ნებისმიერი თანხა 9 მილიარდი 900 მილიონი 90 მილიონი ან 9 მილიონი სასიცოცხლოდ სჭირდება ყოველი დამატებითი 1 ევრო თუ დოლარი უკრაინას იმისთვის რომ გადარჩეს ორბანს თუ ეგონა და ეგონა ალბათ რომ უკრაინის დამარცხების შემთხვევაში ყველაფერი ჩაწყნარდებოდა ეს არის მაინც პრინციპში არსებული და მნიშვნელოვანი შეცდომა ვიქტორ ორბანისა თუ უკრაინაში გამარჯვებას მოიპოვებდა ან მოიპოვებს მოსკოვი ის არ გაჩერდება და ვინც ის და ევროკავშირის ერთიანობასაც კი მოარღვევს ამ შემთხვევაში და არც უნგრეთი იქნებოდა ეგრა მაგის პასუხია ყოველ შემთხვევაში ჰიბრიდული ომის ელემენტებით არა მაინც და მაინც კონვენციური ოღონდ დაცული რუსეთისაგან რუსეთი ყველგან თავის ფეხს ჩაჰყოფს მომავალში თუ უკრაინას დაამარცხებს ოღონდ ვერ დაამარცხებს ამასაც ვიტყვი მაგრამ თავარი სიტყვა ახლა ჩემი თავარი სიტყვა ახლა უნდა დავიწყოს საქართველოში გამოჩნდნენ პოლიტიკოსები რომლებსაც ნაცვლად იმისა რომ ელაპარაკათ თემაზე რამდენად კარგია უნგრეთისათვის ევროკავშირისათვის უკრაინისათვის რამდენად ცუდია მოსკოვისათვის რა პოლიტიკას აწარმოებს უკვე შემდგომ შეერთებული შტატები ჩვენთვის რამდენად მნიშვნელოვანია ორბანის დამარცხება ამ პოლიტიკოსებმა დაიწყეს პირდაპირ მნიშვნელობით არ აცხადია მაგრამ ენის გამოყოფა ან ასეთი შეძახილებით გამოირჩნენ იშ ხომ გეუბნებოდით ვიდრე ამ თემაზე უფრო წვრილად ვილაპარაკებდი მანამდე ვილატყვი ორ სიტყვას სწორედ ქართულ ოცნებაზე ქართულმა ოცნებამ კიდევ მანაც დაკარგა ფრთა ორბანი მისი ფრთა იყო მისი საყრდენი იყო შუაგულ ევროპაში ახლა ირაკლი კობახიძეს უბრალოდ ჩასასვლელიც აღარცად აქვს ხო სლოვაკეთიო ვინმე მეტყვის და ხო სლოვაკეთში ალბათ ჩავა ხოლმე ისიც სულ უფრო იშვიათად საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა როდესაც მისი მართველი პარტიის ძალაუფლების მიმტაცებელი ქართული ოცნების პარტნიორი ორბანი დამარცხდა შუაგულ ევროპაში საქართველოსთვის ანუ ქართული საზოგადოებისათვის მომავალზე მოფიქრალი მომავალზე ორიენტირებული ქართული საზოგადოებისათვის და არა ქართული ოცნებისათვის ახლა სიმართლე გითხრათ მე არ ვიცი რა უნდა მოიფიქრონ რა უნდა უთხრან საკუთარი ამორჩევლებს ქართული ოცნების ბანდიტებმა შეუძლიათ რა საკვირველია მოფიქრება ამგვარი სიტყვისა რომ deep state-მა მაინც იძალა უნგრეთში შეუძლიათ ამგვარი სიტყვის მოფიქრება რომ უნგრეთისაგან განსხვავებით საქართველო არ გატყდება ან არ შეცვლის პოზიციას რომ სამწუხაროა მაგრამ და ასე შემდეგ მაგრამ უკეთეს ვერაფერს მოიფიქრებენ არა მგონია რომ მათ სცადონ ურთიერთობის დალაგება უნგრეთის ახალ ხელისუფლება ანტი-ორბან ხელისუფლებასთან იმიტომ რომ ეს უკანასკნელი მაინც კვლავ ვიმეორებ ევროკავშირზე იქნება ბრიუსელზე იქნება ორიენტირებული გარკვეული პერიოდის შემდეგ მით უფრო როცა მომძლავრდება და ბევრ საკადრო მათ შორის განაცხადებასაც მიიღებს აქვე ვიტყვი რომ ზაზა შათირიშვილი არ მოჩნდა ბჭყალებში ასაკურებელია ჭკვიანი კაცი მან ცოტა ხნის წინ ამ ფილოსოფოსმა კაცმა გამოაქვეყნა რა ვება ეპისტოლეც ხადია კი არა თქვა ამგვარი რამ რომ ორბანი შეიძლება დამარცხდესო და ორბანის ცოტა გააკრიტიკა მოხდა ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერებსაც ახსენებს იმ ცნობილ სტატუსში ზაზა შათირიშვილი იმასაც ამბობს ამგვარი აქცენტიც არის გაკეთებული რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ორბანის მხარდაჭერა ჯეი დი ვენსი და პრეზიდენტი ტრამპი იგულისხმება ორბანისათვის შეიძლება მაზიანებელი იყოს ო აღმოჩნდა რომ ზაზა შათირიშვილიც კი ხანდახან ბჭყალებში კვლავ ვიმეორებ მართალია ახლა დავუბრუნდები ერთ მნიშვნელოვან აქცენტს მნიშვნელოვან რაკურსს მნიშვნელოვან საკითხს იშ ასე შეძახეს იმ პოლიტიკურმა პარტიებმა პარტიების წარმომადგენლებმა რომლებიც გასული
წლის 4 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობდნენ და ამ თვალსაზრისით ერთგვარად ჭყალებში თუ უბჭყალებოდ შეეკრნენ ქართულ რუსულ ოცნებას. პირველ ყოვლისა უგულისხმობ გახარიას პარტიას. გახარიას პარტიის რამდენიმე წარმომადგენლის სტატუსი შემომხვდა სოციალურ ქსელ Facebook-ზე, სადაც ისინი ამბობენ, რომ აგე ხო ვამბობდით, რომ არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა შესაძლებელიაოს და მე ვეთანხმები. აი, ნახეთ როგორ ვიტყვი. ვეთანხმები არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა შესაძლებელია, თუმცა 4 ოქტომბრის არჩევნები არ იყო ხელისუფლების შეცვლის, ცენტრალურ ხელისუფლებას გულისხმობ, ხელისუფლების შეცვლის შესაძლებლობა. ეს მიუხედავად იმისა, რომ არ ავაკნინებ ადგილობრივი თვითმმართველობების როლსა და ფუნქციას, მაინც ზღინკიანი არჩევნები იყო და არასაერთო რესპუბლიკური საპარლამენტო არჩევნები, რაც არსებითად შეცვლიდა ხელისუფლებას როგორც ასეც ცენტრალურ დონეზე. ზღინკიან საპარლამენტო არჩევნებში კი არა, ზღინკიან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა კი მით უფრო იმ პირობების გათვალისწინებით, რომლებიც დაგვახვედრა, რომლებიც შექმნა ბიზინა ივანიშვილმა, პრინციპში მაინც იყო შეცდომა და მათ სწორედაც რომ მათ დაუშვეს შეცდომა, უმალ ბოიკოტის რეჟიმში დარჩენა სჯობდა, ყოველ შემთხვევაში იმის გამო სულ მინიმუმ რომ დანარჩენი პარტიები არ მონაწილეობდნენ, ბოიკოტის რეჟიმში იყვნენ და არ მონაწილეობდნენ იმ ზღინკიან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. რაც შეეხება საერთო რესპუბლიკურ საპარლამენტო არჩევნებს, დიახ, მეც მომხრე ვარ იმისა, რომ საპარლამენტო არჩევნებში ყველა პოლიტიკურმა პარტიამ ერთიანად ალბათ მაინც ერთი სიით, ასეც ვიტყვით უგნებავთ, ან თუნდაც ცალ-ცალკე მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ამავდროულად უნდა კარგად გვესმოდეს, რომ გარემო, რომელიც შექმნილი იყო უნგრეთში, არსებითად განსხვავდება გარემოსაგან, რომელიც შექმნილი იყო საქართველოში 2024 წელს 26 ოქტომბრისათვის, ან შექმნილი იქნება საქართველოში 2028 წლისათვის, როცა წესითა და რიგით ჩატარდება, უნდა ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები. მარტივად რო ვილაპარაკოთ და უფრო რო გავამარტივოთ. ბიზინა ივანიშვილი fake ავტორიტარი კი არ არის ორბანისაგან განსხვავებით, არამედ ნამდვილი ავტორიტარია. ვიქტორ ორბანი მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთისათვის იყო საშინელი მმართველი განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, არ იყო ნამდვილი ავტორიტარი. მას პატიმრები არ ჰყოლია, პოლიტიკოსი პატიმრები. მიტინგებზე გამოსულები მას არ დაუჭერია, სინდისის პატიმრები არ ჰყოლია, მედიას ის არ ავიწროებდა, არასამთავრობო ორგანიზაციებს არ აუქმებდა, პოლიტიკის გაუქმების ცდელობა მას არ ჰქონია, ექსკლუზიურად უნგრეთის დასაკუთრების ცდელობა მას არ ჰქონია და რაც მთავარია და რაც მნიშვნელოვანია, ის ყოველთვის გამოთქვამდა მზაობას წასულიყო ხელისუფლებიდან მარცხის შემთხვევაში ბიზინა ივანიშვილი გახარიას პარტიას მიმართავ პირველ ყოვლისა და იმ პირებს, რომლებიც ამბობენ, რომ ბიზინა ივანიშვილი შეიძლება წავიდეს არჩევნების გზით, თუ დამარცხდება იმ შემთხვევაში, ბიზინა ივანიშვილი არასოდეს არ გამოუთქვამს ბიზინა ივანიშვილის მზაობა, რომ არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში ქართული ოცნება წავიდოდა ხელისუფლებიდან პირიქით. ყოველთვის ბიზინა ივანიშვილი ადასტურებდა, რომ დამოუკიდებლად იმის არჩევნების როგორი შედეგი დასრულდებოდა არჩევნები, ბიზინა ივანიშვილი ხელისუფლებას ძალაუფლებას შეინარჩუნებდა. ამის მიუხედავად მე კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ მე მომხრე ვარ, რომ საპარლამენტო არჩევნები როცა გაიმართება, მაშინ ოპოზიცია გავიდეს ამ არჩევნებში, თუნდაც ამ პირობებში, მაგრამ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ორბანი არ დამარცხებულა 12 აპრილამდე. ორბანი დამარცხდა სწორედ 12 აპრილს, თუ კარგად ჩამოვაყალიბებთ. ჩვენ უნდა შევქმნათ პირობები, როდესაც ბიზინა ივანიშვილი დამარცხდება ვიდრე არჩევნებამდე და 12 აპრილს მხოლოდ მომავალ არჩევნებში მომავალ ჩვენთვის 12 აპრილს, როცა იქნება მაგალითად ოქტომბრის 25-ში, პირობითად ლაპარაკობ 2028 წელს, როცა გაიმართება არჩევნები, რა დღეას იმართლება გიხარ, არ ვიცით, მანამდე უნდა იყოს დამარცხებული ბიზინა ივანიშვილი, განსხვავებით ორბანისაგან, რომლის ბედიც გადაწყდა სწორედაც რომ 12 აპრილს. მანამდე აქ გითხარით, იყო 50-50-ზე, ან დამარცხდებოდა, ან გაიმარჯვებდა, მაგრამ ზაობას დამარცხების შემთხვევაში, დამარცხების აღიარებისა და სხვისთვის გამარჯვების მილოცვისა ორბანი ადასტურებდა სულ. ბიზინა ივანიშვილი ამას არ ადასტურებს, არ გამოსჭვივის, არ ასხივებს ის
წამსვლელს არ ასხივებს, ხო, იმპულსებს არ იძლევა, რომ წამსვლელია ხელისუფლებიდან დამარცხების შემთხვევაში თუნდაც. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. რაც მნიშვნელოვანია, უფრო კარგად უნდა გავიგოთ, რომ აი 26 ოქტომბრის არჩევნები ჩატარდა. ბიზნე ივანიშვილი იმ არჩევნებში დამარცხდა. მე მესმის, რომ გახარიას პარტია ამას უკვე აღარ ამბობს. მანამდე ამბობდა, მაგრამ ახლა უკვე ნაკლებად ან იშვიათად საუბრობს, დამარცხდა ივანიშვილი. დამარცხდა შესაძლოა 7, შესაძლოა 10, შესაძლოა 12, შესაძლოა 5, შესაძლოა 1%-ით. მაგრამ დამარცხდა, ანუ მას შეიძლება ჰქონდა 59% და დანარჩენ ოპოზიციას, დანარჩენ პოლიტიკურ სუბიექტებს 51%. მაგრამ ბიზნე ივანიშვილი არ წავიდა. შეეძლო თუ არა ორბანს გაეყალბებინა არჩევნები? მას შეეძლო, ჰქონდა რესურსი, რომ გაეყალბებინა არჩევნები 5, 10, 15%-ითაც კი 10%, 7%-ით თუნდაც, მაგრამ ორბანი როგორც ფეიქ ავტორიტარი ამაზე არ წავიდა. იმიტომ რომ ის ევროკავშირის წევრი სახელმწიფო უნგრეთის ლიდერი იყო, თუნდაც ცუდი, თუნდაც ფეიქ ავტორიტარი, თუნდაც უნგრეთისთვის მაზიანებელი, ან არა სწორი, მაგრამ ამაზე წამსვლელი მაინც არა. ბიზნა ივანიშვილი უნდა დაამარცხო 20-25%-ით, რომ გაყალბებამაც კი არ უშვებოს. ესეც ხომ ფაქტია და უნდა დაამარცხო, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ვიდრე არჩევნებამდე და არჩევნების დღე როცა იქნება 7-12 აპრილი, 25 ოქტომბერია, 21 ოქტომბერია, 2028 წლის ოქტომბრის რომელიღაც რიცხვია, ხო? ის უნდა იყოს მხოლოდ ფორმალიზება ბიზნა ივანიშვილის გაფორმება ქართული ოცნების ხელისუფლებიდან წასვლისა. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სხვაობა ფეიქ და ნამდვილ დიქტატორებს, ავტორიტარებს შორის. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა, დამარცხდა რა ორბანი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი მოხდება უკვე ივნისში, იქ პირიქით უნდა მოხდეს. იქ პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა უნდა შეინარჩუნოს ხელისუფლება, ძალაუფლება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარშემო რუსეთი დამარცხდეს ყველგან, ან ბევრგან. უნგრეთში რეალურად დამარცხდა რუსეთი, სომხეთში რეალურად დამარცხდება რუსეთი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენთანაც აპრიორი დამარცხდება, ჩვენთან დასუსტდება, უფრო სწორად გლობალურად დასუსტდება რა, ჩვენთვის ეს ძალიან კარგია, მაგრამ ჩვენი გასაკეთებელი უნდა ვქნათ, ჩვენი ომი, ან ბრძოლა გვაქვს მოსაგები ჩვენს ტროას ცხენებთან, ან უფრო ზუსტი რომ ვიყო ჩვენს სერგო ორჯონიგიძეებთან. სერგო ორჯონიგიძე ჩვენს სინამდვილეში კი არის ერთადერთი კაცი, ბიზნა ივანიშვილი. გაცილებით უარესი ამასთან არა ფორმალი მმართველი, არა ფორმალური მმართველი, ჩრდილში მყოფი დიქტატორ ავტორიტარი, გაცილებით უარესი ვიდრე ვიქტორ ორბანი იყო თუ არის. იმიტომ რომ ის მაინც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს ლიდერი იყო, ხოლო ბიზნა ივანიშვილი მარტო შპს ბიზნა ივანიშვილი and companies აღმასრულებელი დირექტორია. ნახვამდის.